დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ბრძანდებით, რა ვახართ, რა შოვით. მოვიდა კვირა დღეს და დღეს არის დრაგის დღე. აქედან გზას შეკრებამდე არ გადავიღებ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ დღეს ბევრი რამე იქნება გადასაღები. წავედით. სასწაული დებილობა დაგვემართა გზაში მედაბილის. როგორც თქვი, ახლა სახლა რო გამოვდიოდი, გზის გადაღებას არ ვაპირებ თქო, არც გადამიღია რა და მოვდივართ, აი თითქმის მოვუახლოვდით აქაურობას და ნახეთ. მისივდება ახლა. ფუტკრები გაგვეჩნდა გზაზე. ძალიან ბევრი თა. და სიჩქარით მოვდიოდი, შემომაკვდა, რა ვიცი, 1-20-30 ფუტკარი შემომაკვდა. ბილის ვაფშე შეუფრინდა იმაში, რა კურტკაში. ზაღადავაი, სიტყვაზე უნდა მედოთ, კამერა არ მქონდა ჩართული რა ვქნა. რაღაც ისეთ ადგილას გვაქვს შეხვედრა, ესე მგონია რომ სხვა ბანდა უნდა მოვიდეს, ეხა ჩვენები ზევით არიან გადამალულები იარაღით. რო რამე სტრახოვკაზე. გაჩვენო თო ის. საკოლი ნაცვლა რომ მიმდინარეობს. თან გადაკეტილი ის არის მონაკვეთი. აქ არაფერი არ დადის. საძეს კი ადგილია. კინტებს ამბობს? ეგ არ ვიცოდი. მაგრამ იცი რა ადგილი გვაქვს, რომ გავძვრეთ, ხო? და იქ დავდგები, ისა, რომ გავძვრებით იმდენი ადგილი არის, რომ მთელი კოლონა დავდგეთ. აი, მოხვევა უშუალოდ იქნება პრობლემა, მაგრამ ის კაი ამბავი არის, რომ ვიღაცა რო წავიდეს, ორი კაცი, რომელიც ამ ზოლს დაკეტავს. ისე მოადგება და მოვა ნელ-ნელა, რომ მანქანები აქ ცდებიან რა, გადავლენ იქით ზოლში. Paxodu Georgi და ირაკლი დააზღვევენ და იქით გადაყრიან და ჩვენ კიდე ნელა გადავლაგდეთ რა. საკმაოდ ბევრნი ვართ და რაღაცეებს ნელ-ნელა ვიზავთ, მაგრამ ისე ქარიზმატულად.
რა თქმა უნდა ისევ იმის გამო რომ უნდა გადამეღო თამორში ყველას და ასე მივდივარ საცოდავად მარტო მაგრამ ჩემი კვიცი კვიცური სხარტიალი სხარტული აუ და გზაც არ ვიცი საით წავიდნენ ბიჭო იმედია ძალიან არი გაზავებენ რა თქმა უნდა გზა ამერია და სხვაგან წავედი რასიზამ ლაშა რასიზამ დებილი ხარ და თუი მოგიკ და რაღაცა ჩორნი ხოდებით მივყავარ მეფს და იმედია მივაღწევ რა აუ ბინებში შემოვედი ჩემი კარგი რა თქმა უნდა დავეციე დამიზახეთ მფრინავი ლაშა ბიჭო არა ბიჭო ზუგში ვაკეთებ სუსუდიას მაორა მაშაზე ჩვენ შეგვიძლია სწორედ
ამ კლასებში ვნახოთ დღევანდელი დღის გმირები და ძალიან ვთქვათ ყველა მონაწილე გამამხნევად აპლოდისმენტებით. ფედერაციამ ძალიან კაი საქმე გააკეთა. ჩვენი კლასიც რო დაამატა რა, იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ აი მე ერთ-ერთი მოქალაქე, ერთ-ერთი ბაიკერი, რომელიც ადლის მართავს, აქამდე არ ვიყავი აქ ნამყოფი ამ ამბავზე. და ეხლა დაინტერესება გამოვიწვია და ჩემნაირი კიდე რამდენი იქნება. ხო და ძალიან კაი რამე გააკეთეს რა. ასწორებს ძალიან და მაგარიაურაა. ხო და მოკლედ რა მართლა კაი სიტუაცია ბევრი მეგობარი ვნახე რომლებიც თურმე აქ დადიან უჩემოთ ესე ჩუმჩუმად კაი პონტია მართლა ძალიან ეხლა დაიწყება უკვე ამბავი და მაქსიმალურად ვეცდები რომ საუკეთესო კადრები მოგაწოდოთ და ნუ საუკეთესო მონტაჟით ეგ ისედაც არ მეშლება რა და ისინიც მეგობრებო დღევანდელი დღის გმირები აე სოტნი გამონტაშვილი გამოდივარ ჩემი VTX 1800-ით, რომელიც არის შემოპარული ცოტა, იმიტომ რომ უკანასაბურავი აყენია custom და მოკლედ ცოტა გაურკვევლობებში მოუხდით რა. კი, მაპატიას, იმიტომ რომ ნუ გადაკეთებულია და ქარხნულად 180 აყენია. შენ YouTube არხზეც გითხარი, ვისაც აინტერესებს რომ გამოიწეროს. ხო, ჩემი YouTube არხი არის Throttle Therapy და ვისაც გაინტერესებთ მოტოკონტენტი და კიდე სხვა ბევრი რაღაც, ლაშასთან ერთად მეც გამომიწერეთ აუცილებლად. იო. ჩემი არის 2016-იანი FXDL lowrideri დაინა 103 კუბური ინჩი ძრავით და არის stage 2 შეცვლილი აქვს შემშვები, გამშვები, კამშაფტი, არ ვიცი ქართულად როგორ ქვია მაგას. და არის სრულად, ასე ვთქვათ, პროგრამულად დაწყობილი fuel pack-ით რა. ბიჭო, გარდა იმისა, რომ აქ პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ გაირკვევა, რამე გამაზული ხო არა გაქვთ ერთმანეთში? საინტერესო იქნებოდა. კაი იდეა. არ ეგეც საინტერესოა, საინტერესო ისაა, რომ მონაწილეობას ვინც ვიღეთ, არავინ არ იცის მეგონის საპრიზოში, ან რა ხდება. ან ხო და ის უეჭველი ასე ხენგალი ხო გვეცოდინება, რასაც იტყვით ახლა. ან მოგებული კი სრულოს და ექსპერტი. აქვე შეიძლება ევინებენ რა, ბევრი ვარ თმა. აქ ისე ცხელა, დღეს ისე არ ცხელა. მოგებულს რაღაც ალევინებენ, ასმევენ წყალს. აქ წყალი მაგარი დეფიციტი, თუ ვინმე მოვა, გაფუჭდა პონტი, ვერავაგდე. მე ვარ თემო შაოშვილი, ეს არის ჩემი White Glide. 1690 აქ ძრავი და ამით ვაპირებ დრაგზე გასვლას. ლამაზი მოტო არის ნამდვილად. და სილამაზის გარდა კიდე რა შეუძლია, მაგასაც ვნახავთ. დაემატეთ ხო თქვენი სახეობაც გამოდიხართ. ჩვენი სახეობაც კი არ გამოვდივართ, მე მინდა გითხრა ძმაო, თქვენ გაჩვენებთ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. გასაგებია. ხო არა, მე ეგ ისტორია მოსმენილი მაქვს სხვათა შორის, რომ თავიდან ეს მერში ამ სუბუქეს მე კაფე რეისერება. 1000 რამე. კი, არა, ფესვები მოვიდნენ. მეც მოაღიარეთ, რომ აქიდან მოვდივართ. კი ბატონო. არა, მე ჩვენ განვითარდეს და უფრო. არა, მე თქვენ ხელიდან წახვედით უბრალოდ. გაგვიწვივდა მეგობრებო ამ ხიარულებაში და სიცილ ხარხარში. ოღონდ გაგვიწვივდა რანაირად, იცი, ვერ ამოვიდე კამერა, მართლა შემეცოდა, რამე არ მოუვიდეს თქო. მაგრამ ერთი პლუსი ის აქვს, რომ ტრიბუნები სარიელო იყო და გაფანტული რო იყო ხალხი. მე მგონი არ ღირსები ამ ტრიბუნებს ესე გადაჭედო. ხო და რა ვიცი, მე მგონი დაშლასაც არ აპირებენ და ამ სულ ტრასაზე თუ ჩაატარებენ დრაგს, არ ვიცი. რაღაცა ეჭვებარება, ისე ტექნიკა ყავდეთ, რომ უცებ მოამშალონ და რაღაცა რა. არ ვიცი, ნახოთ, დაველოდები. კაი ჰოთ-დოგებიც მივეცით. არ ინერვიულოთ, შემზე არ მშია, არ მწყურია. კარგად ვარ. არც დავსველებულ ვარ ისე რომ გავცივდე. მაგრად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთ.
მოტოდრაგზე რატო დარბიან ეს მანქანები ალბათ იკითხავთ ხო? აი ესეთი ტექნიკა არსებობს ტრასის გაშრობის. ეხლა დრონს ავაფრენ და გაჩვენებთ ცოტა უფრო კარგი კადრით როგორ აშრობენ ტრასას რა იმიტომ რომ რატო იცით ანუ არის საშუალება და იმიტომ რა. Flat ბოლომდე გამშრალი არ ჩანს, მაგრამ ნუ რაც იყო იმას ყველა ვარიანტი ჯობია. მინდი გამოვიდა, მაგრამ ვაი ასეთ გამოსვლას. ეხლა საერთოდ სუნთქვა არის შეუძლებელი. მოკლედ მოვედით შემართებით, იწვიმა, გაგვაბრაზა, დაგვშალა. მერე ისე მზე გამოვიდა. ტრასის მოშრობას მე მგონი ნახეთ, როგორ ჩაატარეს. და ახლა ისევ გრძელდება თამაშობანი, გრძელდება გონკაობანი. ნახოთ რა იქნება. აშრობით აშრა, რა მგონია გაწვიმდეს მზიანათებს, მძიმე ბიჭები გავდივართ და იმედია რომ კარგი შედეგებიც იქნება და ვინც მონაწილეობთ, ყველა გაერთობა. ეგ არის რა მთავარი მიზეზი, აქ რო ჩამოვედით, ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ვარ დღეს აქ, რა ვიცი, ფილმ ჩამოყარა 300 არაგველი ცხენზე ამხედრებული და შვენიერი. არგისები ის აკავრობას ათროქელად. არა, ეს ხო გუნდურობა არ არის, ეხლა იქ ვიღაცა იმისი ის არის გუნდია, იმისი კუტოკი არის და ასე შემდგომ, მაგრამ ეხლა თბილისში ხო იცი ჰარლის კომუნა. ანუ კრუიზერების კომუნა არის. იწყება ირაკლი. ადექი. მეზარება, ტრაქტორები. დავაი, წარმატებები, ბრო. მადლობა. ყველა წარმატებას უსურვებ ჩვენ კლასში ვინც გამოდის. საბოლოოდ გაიმარჯვებს ძმობა და უძლიერეს. ბრო. ჰალე. ისტორიული გარბენი იქნება ეხლა. პირველად საქართველოში. რა სიტყვი, ხოძე ხარ? კი. წვიმამ ხო არ დაგვაგდო, ბიჭო? აღარ დადგა ჩემი ჯერი რა. აი ხა იწყება. ეხლა იქნება პირველი და ისტორიული გარბენი. მოიგო ჰარლიმ? ჰარლიმ მოიგო? რას ამბობდი? უნდა მოიგებს მე. მერე? მოიგო.
გაიმარჯვა ჰარლი დევიდსონმა 2023 წლიანმა Low Rider SC. და პირველი შეხვედრა რებელთან ცუდი ძალიან მაგარი ბაიკი. არ მქონდა ცუდი ის მქონდა იმენა ერთი რა. თორე იმასაც არ წავაგებ. კაი ბიჭები იყვნენ ძალიან ანუ მოლოდინი მქონდა ეხა რეალურად იმ რებელისგან ვითომ არაფერი, მაგრამ რიადი ძრავი კარგად მოდის მაღლებში რა. მოკლედ ძალიან ანუ არ იყო ისე რომ სასახად ვინმე ძლიერი იყო და ვინმე შანსი არ ქონდა, ყველაფერი იყო იდეალურად რა ანუ შანსები იყო თითქმის 50-50-ზე მეტი წილი მაინც რა. ძვირფასო ფოლოვერებო, მაყურებლებო შედგა, კლასი შედგა და ბიჭებმა აი რა ვიცი რა. პაგრიშკას საბურავს ბოდიში, ხელს ვერ ზვადებ, ისეთი ცხელია. მაქსიმუმი გააკეთეს, ბოლომდე მოინდომეს, თავის ჩაჭერებით, თავის იმეებით და საგიჟეთი იყო, კი. კაროჩე დაუბრუნეთ, აი შაკუნა გამოაჩინე. კი, კრუიზერები დაუბრუნეთ თავის ფესვებს რა. 7 სექტემბერში ვხვდებით ისევა. უკვე შეგვიძლია თქვა ჩვეულ დროს ჩვეულ ადგილას. ძალიან ასიამოვნები ვარ და დაცლილი ვარ ემოციებისგან. ორჩა დრაგი და მორჩა კარგი ამინდით. საშინელი ღრუბელი მოდის და უკვე ერთ მხარეს ჩანს როგორ წვიმს და გვიახლოვდება აი უკვე ძნობ წვეთებს რა გვეშველება არ ვიცი. ეხლა ვფიქრობ დაჯილდოებაზეც არაფერი არ ვიცი, ეხლა არის, დღეს არის, იქნება, სხვა დროს არის. დავრჩე და დაველოდო ამინდს თუ წავიდე რაღაცა უკეთესის იმედით თუ რა უნდა ვქნა ვერ გავიგე. მე მგონი გავასტრო მეც, მაგრამ რაღაც უნდა გავასტრო, წვიმს უკვე. რა ვიცი. მეგობრებო, ვინმეს გონიათ რომ გავასწრებთ ამ წვიმას? არა, ხო? არც მე მგონია. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია ისიამოვნეთ ვიდეოთი. იმედია დაალაიქეთ ვიდეო და არხი გამოწერილი გაქვთ. მე ძალიან ასიამოვნები ვარ. შვენიერი დღე იყო, შვენიერი კვირა იყო, საერთოდ შეიძლება ითქვას. გაიწიე ძაღლი, ხო იქეთი. ხო და იმედია სახლშიც ასიამოვნები მივალ და ამინდი ბოლომდე არ გამწირავს რა. კარგად იყავით.